რომელ მომენტში გააცნობიერეთ, რომ დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული? იმ მომენტში, როცა ვირუსულად გავრცელდა ჩემი ვიდეო, მივხვდი, თქვი რომ სიონისტი ვარ. მათ თავიანთი მისამართები გამოაქვეყნეს. ჩვენი პირადობის ნომრები, ჩვენი სახლის მისამართი, ყველაფერი რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თურქეთში დაბრუნება ჩემთვის ციხეს ნიშნავს. ჰქუავჯი იყო სტუდენტი თურქეთიდან, რომელიც ისრაელში სწავლობდა. 7 ოქტომბრის შემდეგ მან ინტერნეტში რამდენიმე კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ უყვარს ისრაელი და რომ სიონისტია. მას შემდეგ კი მის წინააღმდეგ თურქეთში დაპატიმრების ორდერია გაცემული და სახლში დაბრუნება აღარ შეუძლია. თურქუ, კეთილი იყოს შენი მობრძანება. გამარჯობა, დიდი მადლობა. თურქუ, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და უკვე ამდენი რამ გადაგიტანია. რაც ძალიან უსამართლოა. ქვეყნისთვის, რომელიც ისრაელის მოკავშირედ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერდოღანის შემდეგ მოკავშირეობიდან თითქმის ტყობამდე მივიდა. Ვითხარით თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ. რატო ჩამოხვედით ისრაელში და რა მოხდა? დიდი მადლობა. ძალიან ბევრი რამ არის სალაპარაკო. ვიცი. პირველ რიგში მინდა პირადად მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ თქვენთან ერთად ვარ. და მგონი შემიძლია თქვენ ჩემს ებრაელ დედად მოგიხსენიოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ებრაელ დედად მომიხსენიეთ. როცა შევხვდით, თქვენ ჩემ შესახებ არაფერი იცოდით. ეს უბრალოდ დამთხოვა იყო. და თქვენ უბრალოდ მკითხეთ. გაქვთ სად წახვიდეთ შაბათს? მოდით თქვენ და თქვენი ოჯახი. უბრალოდ საოცარია. შენ ძალიან გვიყვარხართ, ეხლა უკვე დაგიშვილეთ. თურქუ, ძალიან გვიხარია, რომ აქ ხარ და იცი, ძალიან გვიხარია, რომ უკვე დაგიშვილეთ, მაგრამ მომიხევი ცოტა იმაზე, როცა აქ ჩამოხვედი. რატო ჩამოდის თურქეთიდან გოგონა, რომელიც ებრაელი არ არის, ისრაელში სასწავლებლად? რა მოხდა? მე თურქეთში გავიზარდე, ასე გამზარდეს და ჩვენ ძალიან სეკულარული ოჯახი ვართ. და შეიძლება ითქვას, თურქეთის პირობებში ჩვენ მემარცხენე პროგრესული ოჯახი ვართ. და ასევე პატრიოტებიც ვართ. იცით, ჩვენ გვინდა. ჩვენ მართლაც ძალიან ვართ დაკავშირებული ჩვენ სეკულარულ კონსტიტუციასთან. და ეს ყოველთვის ჩვენი მთავარი მიზანი იყო. დაგვეცვა ჩვენი სეკულარული კონსტიტუცია თურქეთში და დაგვეცვა თურქეთის რესპუბლიკა. ასე მიიღო მან თავისი ხედვა. ასე გარდაქმნა მან ქვეყანა. ზუსტად, ამიტომ ყოველთვის მქონდა სურვილი პოლიტიკა მესწავლა. შემდეგ კი თურქეთში ისრაელები გავიცანი, მაგრამ მე ქუვეითში გავიზარდე, დიახ. გულისხმობ ისრაელებს თურქეთში. დიახ, და 7 ოქტომბრამდე ჩემს ქალაქში ბევრი ისრაელი ტურისტი იყო. ტურისტების დაახლოებით 90% ისრაელიდან იყო. და ისინი საოცარი ადამიანები იყვნენ. საოცარია, მათ მთლიანად შეცვალეს ისრაელისადმი დამოკიდებულება ჩემს ქალაქში. მაშინაც კი როცა საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, კლასებში მე რახდამს ვთამაშობდით. მათ შევხვდი და უთხარი, რომ მინდა საზღვარგარეთ ვისწავლო და მათ მითხრეს, რატომ არა ისრაელი? იმ დროს შეგჯერში კონფლიქტი იყო. ხო, და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შენ დაგინახე. ღმერთო, ყოველთვის იქ ვარ, როცა იერუსალიმში კონფლიქტებია. დიახ, და იცი, მე პრო-პალესტინურ გარემოში გავიზარდე. და თურქეთში ვფიქრობ, მაყურებელმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთში განსხვავებით ირანისგან, ირანში პროგრესული ადამიანები უფრო სიმპათიით არიან განწყობილნი ისრაელის მიმართ. ისინი უფრო კარგად ხვდებიან პალესტინის საკითხს, როგორ იყენებს ამას მათი რეჟიმი, მაგრამ თურქეთში პროგრესული ადამიანებიც პრო-პალესტინელები არიან. და ასე გავიზარდე ამ გარემოში. მაგრამ ყოველთვის ვსვამდი კითხვებს, რადგან ჩვენ თანამშრომლობდით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩემი ქვეყნის ისლამურ სახელმწიფოდ გადაქცევა სურდათ. და მეჩვენებოდა, რომ მათ საქმეს ვახალისებდი. და ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხისთვის. ეს იდეოლოგიას ემსახურება. და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა საბოლოოდ ჩემს ქვეყანას ავნებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისლამისტური იდეოლოგია არის ბოლო რამ, რაც გსურთ თქვენს ქვეყანაში. ზუსტად ასეა. ასე რომ როცა შეკ ჯარაში კონფლიქტი იყო, ვიფიქრე, ხომ იცი რა, მინდა ისრაელის მხრიდან წავიკითხო ეს ისტორია. ყველაფერი, რასაც ისრაელი აკეთებს, არ შეიძლება არასწორი იყოს. მაინტერესებდა, რას ამბობენ ისინი, როგორ ამართლებენ ამას. და ეს იყო ის, რასაც თურქეთის მედიაში იღებდი. დიახ. ყველაფერი როუზის პასუხისგებლობა. ისრაელელები ერთ დროს იღვიძებენ და ფიქრობენ, პრეს მინდა სახლები დავანგრიო, ღარიბი ხალხი მოვკლა. ისინი ყოველ დღე არიან. ზუსტად. დოქტორანტურა. დღეს არა. ხო, ეს არის პროპაგანდა. და მე ვიფიქრე, ეს ვერ იქნება რეალობა. შემდეგ ვისაუბრე ჩემს ისრაელელ მეგობრებთან, რომლებიც გავიცანი. შემდეგ შენი გვერდით ვნახე. შენ ემილი და შენ თვითონ, თქვენ იყავით პირველი ადამიანები, ვინც ვიცნობდი.
პირველი ინფლუენსერები ან ჟურნალისტები შეიძლება ითქვას ისრაელიდან. და მერე ვიფიქრე, კარგი, ეს არ არის ის, რასაც ვკითხულობთ ან ვხედავთ. ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გგონია. და შემდეგ ერთ-ერთი სტატია ვნახე ებრაული უნივერსიტეტის პროფესორებისგან. და მერე ებრაული უნივერსიტეტი მოვძებნე და ვიფიქრე, ეს აინშტაინმა დააარსა, აქ არიან ეს შესანიშნავი პროფესორები. შემიძლია ებრაული და არაბული ვისწავლო, პოლიტიკის სწავლა მინდა, არსებობს უკეთესი ადგილი. ვაუ. და ბოლოს აქ აღმოუჩდი. და მიუხედავად იმისა, რომ იცით, მე უფრო რბილი ვიყავი, ვიდრე ჩემი მეგობრები და ჩემი გარემოცვა ისრაელთან დაკავშირებით. მეგონა რომ მეტი ვიცოდი, მაგრამ ჩემი მთელი შეხედულება შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა. ვალა, არაფერი ვიცოდი იუდაიზმის, ებრაელი ხალხისა და ისრაელის შესახებ. და მაგრამ საკმაოდ მამაცი იყავი, რომ შენი ქვეყანა დატოვე და ისრაელში სასწავლებლად წახვედი. ეს არ იყო ისე თითქოს ნიუ-იორკში ან სადმე ცნობილ ადგილას პარიზში ან ლონდონში მიდიოდი. ისრაელში მოდიოდი. ეს არჩევანია. ხო, ეს უბრალოდ არ ხდება თურქულ, ხო იცი? დიახ, სინამდვილეში დედაჩემს უნდოდა ევროპაში წავსულიყავი. ხო, ეს იქნებოდა ის ჩვეულებრივი რამ, რასაც თურქი სტუდენტი გააკეთებდა. ხო, მაგრამ იერუსალიმში არავინ მიდის. აი ზუსტად ამას ვამბობ. შენ იერუსალიმში ჩამოხვედი, ეს საკმაოდ მამაცური და გამორჩეული ნაბიჯია. დიახ, როგორ რეაგირებდნენ შენი მეგობრები, როცა უთხარი იერუსალიმში ვაპირებ სწავლასო? ისინი ამბობდნენ, მეგობრებს ვერ იპოვი. ებრაელები მხოლოდ ებრაელებთან მეგობრობენ. და მეგობარს ვერ იპოვი. ეს სიგიჟეა, იქ სულ ომია. და სინამდვილეში ეს იყო ჩემი წარმოდგენაც იერუსალიმზე. და მაინც ჩამოხვედი. აი ამას ვამბობ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნეგატიური პროპაგანდის, მეგობრების სიტყვების, რომ არავინ დაგელაპარაკებენ და გელაპარაკება, მეგობრები არ გეყოლება, მაინც ჩამოხვედი. რატო? იმიტომ რომ მინდოდა თავად მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა. დიახ. იმიტომ რომ თურქეთი ხდება საშიში ადგილი, ერდოღანი ჩვენს ქვეყანას აქცევს ისლამურ ტერორისტულ ავტორიტარულ ქვეყნად. ხო. და მჭირდება შუა აღმოსავლეთში ჩამოსვლა და ვნახო რასთან გვაქვს საქმე. ამას ევროპიდან ვერ გავაანალიზებ. ეს დაუჯერებელია. კარგი, ანუ აქ ჩამოდიხარ. რა შთაბეჭდილებები გაქვს? იცი, მახსოვს ჩემი პირველი მოგონება ისრაელში. აეროპორტში დავეშვი და დავინახე ხარედები და ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, ისინი მართლა არსებობენ. შოკირებული ვიყავი, იცი? ასეთი უმეცარი ვიყავი, მეგონა. სხვაგვარად რატო იფიქრებდი? დიახ, და მერე მე და მერე. უნივერსიტეტში შოკირებული ვიყავი. პირველ დღეს, როცა კლასში შევედი, დავინახე სტუდენტები რამალადან, სტუდენტები დასავლეთ სანაპიროდან და ებრაელი სტუდენტები, ქრისტიანები, სომხები. და ეს ჩემთვის ძალიან შოკის მომგვრელი იყო, რადგან სტუდენტები რამალადან, დასავლეთ სანაპიროდან არ იმართებიან ისრაელის მიერ. და მაინც მიიღეს ისინი იქ. დიახ, და ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისრაელი ამას გააკეთებდა. გეგონა, ვაუ, აქ რაღაც აპარტეიდია. დიახ, ზუსტად ასე. და იგივე სტუდენტები ყოველ კვირას აპროტესტებდნენ. ისინი აპროტესტებენ, ხო რა თქმა უნდა. ისინი აპროტესტებენ. კარგი. მოდიხარ აქ, სწავლას იწყებ, ინტეგრირდები. დიახ, თითქოს ეს მარტივი იყო. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, თურქები და ისრაელები. მე ინგლისელი. დიახ, და ისრაელებს თურქეთი უყვართ. დიახ. გეუბნები მართვა უყვართ. ჯერ კიდევ უყურებენ, იცი. ისინი უყურებენ თურქულ სერიალებს, ზუსტად. და მაინც. ეს ჩემთვის შოკის მომგვრელია, რადგან მთელი ეს სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება ისრაელის მიმართ თურქეთისგან მათ არ აინტერესებთ. ისინი მაინც უყურებენ თურქულ სერიალებს. ისინი მაინც უსმენენ თურქულ მუსიკას. და ეს არის არ ვიცი. და ტურიზმის მხრივ თურქეთი სავსე იყო ისრაელელებით, ბოლო რამდენიმე წლის ჩათვლით. და სტამბოლი იყო გადაკვეთვის ადგილი. დიახ, მე სტამბოლში 25 ჯერ ვარ ამყოფი, როცა ესპანეთში მივემგზავრებოდი. ეს იყო მთავარი გადასაჯდომი აეროპორტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანი ფაქტობრივად მდრულად განეცხო ჩვენს მიმართ, ის დუბაიმ ჩაანაცვლა. მაგრამ ეხლა ვითხარი. მოკლედ, აქ ხარ, ინტეგრირებული ხარ, სტუდენტი ხარ, გადიხარ იმ ჩვეულებრივ ეტაპებს, რასაც სტუდენტები გადიან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო სტუდენტები. როდის დაიწყო თურქეთის მხრიდან შენს მიმართ მტრული დამოკიდებულება? 7 ოქტომბრის შემდეგ, ხო. რა თქმა უნდა, ვერ გავჩუმდებოდი. და როცა აღმოაჩინეს, რომ თურქი გოგო აკეთებს პროისრაელურ კონტენტს და იცავს ისრაელს,
დაიწყეს ჩემზე ყველა იმ ამბის გავრცელება. ასე რომ თურქეთში ახალი ამბების სათაურებში მოხვდი იმის გამო, რომ ღიად იცავდი ისრაელს, რადგან აქ ცხოვრობდი. დიახ. ეს როგორ იმოქმედა შენს ოჯახზე, რა მოხდა? ერთ დილას იღვიძებ და გაზეთში ხარ. ხო, შოკში ვიყავი. ეს მარტო გაზეთი არ იყო. რამდენიმე დღე ვირუსულად ვრცელდებოდა ჩემი ამბავი. ვირუსულად, რატო? რა თქვი ინტერნეტში? თქვი, რომ სიონისტი ვარ და ისრაელში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ, ვიდრე ევროპაში, რაც ფაქტია. მგონია, რომ ხალხიც იგივეს გრძნობს. დიახ. ამას ვერავინ უარყოფს დიახ. და მათ ეს ვერ აიტანეს. და კიდევ დაწერეს, რომ მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. მე ვარ აიდეფის ჯარისკაცი. ზუსტად, მე იმდენ ფულს ვიღებ, ხო. და ეს იყო მთელი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. არც ერთი მათგანი სიმართლე არ იყო. ეს რაღაც ჩემს მიღმა იყო. ცადეს საკუთარი თავი თურქულად ამეხსნა, მაგრამ რაც არ უნდა მეთქვა, ისინი უკვე მძულდნენ. ცადეს და დაგადანაშაულეს. ეს მთელი მედია, რაზეც ვსაუბრობთ. მთელი სახელმწიფო მედია შენს წინააღმდეგ მე მხოლოდ ტელეფონი მაქვს, ხომ იცი? და ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ ისრაელში. ზუსტად. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ოჯახზე? ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, მე მათ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავაყენე. მათ გარკვეული დროით გადასვლა მოუწიათ, რადგან მათ მისამართები გაავრცელეს და ხალხს ურეკავდნენ. მათ შენი პირადი ინფორმაცია გაასაჯაროს. ზუსტად, ჩვენი პირადობის ნომრები, ჩვენი სახლის მისამართი, ყველაფერი, რაც შეიძლება წარმოიდგინო. იქ მათი სურათებია. და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა ისრაელში. ისინი ჩემგან სრულიად განსხვავებულები არიან. და ისინი ხანდაზმულები არიან. და მე, რა თქმა უნდა, თავი ცუდად ვიგრძენი. და ჩვენ საუბარი შევწყვიტეთ. და მაინც ზოგჯერ მესმის, რომ ხალხი უბრალოდ აკავებს მათ. მაგალითად, თქვენ ხართ ამ სიონისტი გოგოს მშობლები ღმერთო. და ამიტომ რომ დავიცვათ ისინი, ჩვენ არ ვაპარაკობთ და ისინი ბედნიერები არ არიან. და ჩემმა ძმამ ეს კარგად ვერ მიიღო, რადგან ის ამბობდა. შენ რისკავ შენ სიცოცხლეს. შენ რისკავ ჩვენს ოჯახს. და შენ ვეღარ დაბრუნდები. და მე ასევე შემიძლია მისი თვალსაზრისის გაგება. რა თქმა უნდა, შენ მათთვისაც გაიღე მსხვერპლი, არა მხოლოდ შენთვის. ზუსტად ასეა. ეს მთელ ჩემს ცხოვრებაზე აისახა. ყველაფერზე, ყველაფერი თავდაყირა დადგა. თურქუ როდის მიხვდი, რომ შენზე დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული და რატო? რისთვის გიჭერენ? სიტყვის თავისუფლებისთვის. იმ წამსვე, როცა ვირუსულად გავრცელდა ჩემი ამბავი, მივხვდი, იმიტომ რომ თურქეთში ახლა ასე ხდება ყველაფერი. მათ ყავთ ეს ტროლები, ათასობით ტროლი. ტროლები, დიახ, კონტროლი წინა ორგანიზაციებიდან. და ისინი რაღაცას ვირუსულად ავრცელებენ. და შემდეგ ეს ადამიანების ყურადღებას იპყრობს. ხო, ესეა. მიიღო დაპატიმრების ორდერი. რისთვის? რისთვის გიჭერენ? კარგი, ეხლა. ეს არის თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ასე რომ თავად რეჟისორმა გასცა დაპატიმრების ორდერი. დიახ. მისი შეურაცხყოფისთვის, ზუსტად. თურქეთში ხალხს აკავებენ ერდოღანზე საუბრისთვის. რა თქმა უნდა. ასე რომ ეს აღარ არის თავისუფალი დემოკრატია, როგორიც ადრე იყო. მომისმინე, რაღაც უნდა გითხრა. როცა ერდოღანის შეურაცხყოფისთვის დაპატიმრების ორდერს ვიღებ, თურქი ხალხისთვის ეს იმდენად ჩვეულებრივი რამაა. ისე თითქოს არ გაუკეთებიათ. ისინი არ იყვნენ ისეთი, როგორსაც ელოდებოდი. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს უნდა ელოდო. ეს იმდენად ჩვეულებრივი რამეა. მაგრამ როცა ამას მე ვამბობ, ან ვინმე ევროპიდან თუ ისრაელიდან ამბობს, შოკში ვარდებიან. აი ამიტომ გახდა ეს ასეთი დიდი ამბავი ისრაელში. მაგრამ თურქეთიც ოდესღაც ესეთი იყო. დიახ. ერდოღანამდე სიტყვის თავისუფლება იყო. ვცდები? დიახ, პრესის თავისუფლებაც. ასე არ იყო. როცა ბავშვი ვიყავი, არა, საერთოდ ასე არ იყო. უამრავი სატელევიზიო პროგრამა გქონდა. პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს ძალიან მკაცრად აკვიტიკებდნენ. მაგრამ ახლა არა, თითქმის შეუძლებელია. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე რამეს ამბობს, ჩვენ მის გამო გვეშინია. როგორც ჩანს, ის ალბათ ციხეში აღმოჩნდება. ეს საშინელებაა, როგორ იღებს ამას შენი თაობა იქ. ან უბრალოდ ამბობენ, რომ ასია და უნდა შევეგუოთ, თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს. ვიცი, რომ სერიოზული ოპოზიციური წინააღმდეგობა არსებობს, ვიცი, რომ პოპულარული ოპოზიციური ლიდერები არიან, მაგალითად სტამბოლის მერი, თუ ჯერ კიდევ არ ჩასვეს ციხეში.
არის შანსი, რომ ერდოღანი არჩევნებში დამარცხდეს და ჩვენ ახალ თურქეთს ვიხილავდეთ. ფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი შანსი ახლა ახალგაზრდა თაობაა, რადგან მგონია, რომ ყველა თაობა მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის წინააღმდეგია, თითქოს ამ სისტემას შეეჩვია. ფიქრობ, ეს არის საფრთხე. ხო, ეს უფრო საშიშია, ვიდრე ერდოღანის ყოფნა, რომ ხალხი ეჩვევა მის რეჟიმს და უბრალოდ ვეღარ ეგუება ამას. მაგრამ ახალგაზრდა თაობა ამას არ იღებს და სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციის ლიდერი, ყველა მერი ციხეშია, რადგან ერდოღანი იცის, რომ თუ არჩევნებზე წავა წააგებს. ამიტომ ის თავიდან აყალიბებს როგორც ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე საკუთარ პარტიასაც. და ისახო თვითონაც კი თავიდან აყალიბებს ოპოზიციურ პარტიებს. ისე რომ იცის თუ არჩევნებზე წავა, აუცილებლად მოიგებს. ის ფაქტობრივად ცვლის წესებს, რომ კვლავაც შეძლოს გამარჯვება. ზუსტად ასეა. ეს პრაქტიკულად რას ნიშნავს შენთვის თურქუ? ეს ნიშნავს, რომ შენზე გაცემულია დაპატიმრების ორდერი და თურქეთში ვერ წახვალ. იცი, ყოველთვის ცდილობ უგულებელყო ყველა ცუდი შედეგი. არ ვფიქრობ ასე. ვეღარ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან. ამაზე არც ერთი არ მიფიქრია. ვცდილობ პოზიტიურად ვიფიქრო, რომ პროდუქტიული ვიყო. ვფიქრობ ასე. ეხლა თავისუფალი ვარ. შემიძლია ვთქვა ყველაფერი, რაც მინდა. აქედან ნამდვილად შეგიძლია. დიახ, ზუსტად ასეა. და იცი, რაც არ ყვავს, გაძლიერებს. და მინდა რომ ასე ვიფიქრო, რომ ეს შანსი ღმერთმა მომცა და მე უნდა ვაქციო დიდ რამეთ. მაგალითად, ეს კანონი ერდოღანის შეურაცხყოფის შესახებ ათასობით ადამიანს ალნებს თურქეთში. და იქნებ მე შევძლო, რომ ეს რაღაცაც გლობალურად ვაქციო. გლობალურად და მე შემიძლია გლობალური ყურადღება მივიპყრო. შემიძლია ჩემი ნამუშევრები უფრო დიდი გავხადო. ამიტომ ნამდვილად ვუგულებელყოფ ყველა უარყოფით შედეგს. კონცენტრირდები კარგ რაღაცებზე. და ასე რჩები პოზიტიური. კარგი, შენ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ, მოგწონს ცხოვრება აქ ისრაელში. დიახ, მიყვარს ჩემი მეგობრები. შენ კარგი ცხოვრება გაქვს. ეხლა თელ-ავივში ცხოვრობ. ხო, შენ კარგი ცხოვრება გაქვს. ალბათ თავისუფალი ცხოვრება გაქვს. დიახ, ნამდვილად. იცი, ეს ძალიან მაბედნიერებს. უბრალოდ შემიძლია, როცა თელ-ავივში პლაჟზე მივდივარ, რაც არ უნდა იყოს. იქ სიცოცხლეა. ხალხი გარეთაა. ისინი სიამოვნებას იღებენ. და უბრალოდ მათი ყურებაც კი მაბედნიერებს. იპოვე აქ მეგობრები და შენიწრე. ეხლა თავს სახლში გრძნობ. დიახ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელში ხალხმა ჩემი ამბავი მოისმინა. დიახ, მთელი ისრაელის პრესა შენზე წერდა. წარმოდგენა არ გაქვს. დედები, მამები, ის შეტყობინებები, რასაც ვიღებ, ისინი უბრალოდ საოცარია. თავს ისევ გრძნობ, თითქოს მათი შვილი ვიყო. ეხლა მთელი ქვეყანა თავის შვილად მიგიჩნევს. დიახ, და ეს საოცარია, რადგან ებრაელი არ ვარ. თურქი ვარ, ემიგრანტი ვარ. და მათ კამპანიაც კი დაიწყეს, რომ ისრაელში დავრჩე. ეს საოცარია. ანუ იცი, ახლა შენ თავშესაფარს ითხოვ აქ. დიახ, რატომ ითხოვ თავშესაფარს? იმიტომ რომ თურქეთში დაბრუნება ჩემთვის ციხეს ნიშნავს და რაც მთავარია ფიზიკურ ძალადობასაც. ისინი აწამებენ პატიმრებს? თუნდაც პოლიციელები არ იყვნენ, თვითონ პატიმრები. ღმერთო ჩემო. და ასე რომ მათ ეცოდინებათ შენი ამბავი. ასე რომ შენი სიცოცხლე საფრთხეშია, ფაქტობრივად. დიახ, სერიოზული საფრთხე სინამდვილეში. ასე რომ შენ თავშესაფარი მოგითხოვია. იმედია თავშესაფარს მიიღებ. და აქ აპირებ ცხოვრებას. დიახ, იმედია, გზაზე ვარ. იმედია შეძლებ. და ამ ეტაპზე შეგიძლია მაინც თურქული პასპორტით სხვაგან წასვლა, თუ თურქეთში არ დაბრუნდები. ახლა ვერა, რადგან ჯერ კიდევ პროცესში ვარ. პროცესში ხარ, კარგი, მაგრამ საბოლოოდ შეძლებ. ასევე არ ვარ დარწმუნებული, ისევ თუ შევძლებ თურქული პასპორტის გამოყენებას, რადგან თუ თურქულ პასპორტს გამოვიყენებ და სხვა ქვეყანაში წავალ, იქ შეიძლება ექნებოდეთ ექსტრადიციის შეთანხმება. დიახ, ასე რომ თქვენ არ იცით, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. სხვა შემთხვევაში მაიამიში და ბრაზილიაში რამდენიმე კონფერენციაზე დამპატიჟეს, ბევრ ადგილას. მაგრამ ახლა ვთქვი, რომ ვერ დავბრუნდები, უნდა მოვეწყო. ფიქრობ ჭკვიანურად იქცევი. და თუ თავშესაფარს მიიღებ, იმედი მაქვს, მალე ისრაელის პასპორტიც გექნება. და მერე უკვე სრულფასოვანი ისრაელი იქნები. შეგიძლია რაც გინდა ის გააკეთო? მაგრამ ჯერ მინდა რომ დავიმსახურო ისრაელად ყოფნა. გინდა? მინდა რომ დავიმსახურო სიყვარული. ფიქრობ თურქუ, ბევრ ადამიანს არ გამოუცდია ის, რაც შენ გადაგხდა.
რომ შენ იდექი ისრაელის ხალხის, ებრაელი ხალხის გვერდით. და ამის გამო პირადი ფასიც გადაიხადე ებრაელი ხალხისა და ისრაელელების გვერდით დგომისთვის. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შენზე მეტად ეკუთვნის ეს სვიფასო. დიდი მადლობა. მართლა არ ვფიქრობ ასე. მადლობა. და ამასთან ერთად ვიცი, რომ შესანიშნავ კვლევით საქმიანობას ეწევი. დიახ. შეიძლება ცოტა მოგვიყვე. რას აკეთებ გარდა იმისა, რომ სწავლას ამთავრებ? შენ მუშაობ ძალიან მნიშვნელოვან ანალიტიკურ ცენტრებში. დიახ, რამდენიმე მათგანში ვმუშაობ, მაგრამ ეხლა იერუსალიმის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრში ვარ. და ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ იმაზე, რომ იერუსალიმი უფრო მეტმა ქვეყანამ აღიაროს, როგორც ისრაელის დედაქალაქი. ასევე ვმუშაობთ რადიკალ აქტივისტებთან იერუსალიმში სხვა ქვეყნებიდან. დიახ. ყატარი, თურქეთი. დიახ. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გადასახადებიდან მიღებული ფული ამ საქმიანობებზე იხარჯება. დიახ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე თურქი ხალხის საზრუნავიც უნდა იყოს. დიახ. რადგან სწორედ აქ მიდის მათი ფული, როცა ისინი საშინელი ეკონომიკის პირობებში იტანჯებიან. კი, ბევრი რამეა, მართალი ხარ. როცა ვიცემერი ვიყავი, ჩვენ გვესმოდა, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი უარყოფითი თურქული გავლენა იყო. რადიკალიზაცია, სტიპენდიების გაცემა ბავშვებისთვის, რომ რადიკალურ უნივერსიტეტებში გაეგზავნათ ისინი. და გსურთ, რომ თურქმა ხალხმა იცოდეს, სწორედ აქ მიდის მათი გადასახადების ფული. ზუსტად ასეა, დიახ. თურქული მედია ისევ გიწევთ, რომ ისაუბროთ, თუ ეხა მათაც დაგბოიკოტეს. გონია, რომ ეშინიათ ამის. რადგანაც ბოლოს, როცა დამპატიჟეს, ტელევიზიამაც და წამყვანმაც ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს ამისთვის. ვაუ, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთან ინტერვიუ ჩაეწერათ. დიახ, და მე სრულიად ჩვეულებრივი რაღაცები ვთქვი. მაგალითად, რამდენი დრო გავატარეთ თავშესაფრებში. ერთხელ თქვი, დღეს სირენები არ გაგვიგონია მეთქი. მშვიდად იყო და მართლა მშვიდად იყო. და ისინი ამბობდნენ, ის იტყუება, რატომ აძლევთ მას სიტყვას. თელ-ავივი განადგურებულია. და თურქეთისთვის არის იმედი. ფიქრობ, უნდა გვჯეროდეს. და რადგან ეს ასეა, ისრაელში ვფიქრობ ესმით, რომ შემდეგი ქვეყანა, დიდი ქვეყანა, სტრატეგიული ქვეყანა, რომელთანაც დიდი პრობლემა გვექნება ირანის შემდეგ, იმედია, როცა ისინი საბოლოოდ დაეცემიან თურქეთია. დიახ. იცი რა? სანამ ტრამპი იქაა, პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ტრამპი სამუდამოდ იქ არ დარჩება. 2.5-3 წელი დარჩა. დიახ. დაეხო თურქი ხალხი გაბრაზდება ჩემზე, მაგრამ საბოლოოდ ერდოღანს მუსლიმური სამყაროს ლიდერობა სურს. ეს არის ის, რაც მას უნდა. მას უნდა აღადგინოს ოსმალეთის იმპერია, რა? დიახ, და მაგალითად გითხალით, ჩვენი გუბერნატორი ამბობს, რომ მისი ოცნებაა გახდეს ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვა, რომ მისი ოცნებაა გახდეს იერუსალიმის გუბერნატორი. იერუსალიმის გუბერნატორი. ჩვენმა ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ შეგვიძლია შევწიროთ 300,000-400,000 თურქი ჯარისკაცი იერუსალიმის გასათავისუფლებლად. მითხარი, ისრაელია საფრთხე თურქეთისთვის, თუ ეს სამინისტროები არიან საფრთხე? რა თქმა უნდა, ეს სამინისტროები მაგალითად როგორი? რიტორიკა არის. ეს რა არის? დიახ. ხო, მას ნამდვილად უნდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა. ის ეხლა საკუთარ თავს მუსლიმური სამყაროს ლიდერად მიიჩნევს. აი ამიტომ არის ის საშიში. მაგრამ ვინ აღიარებს მას მუსლიმების ლიდერად? არა, ყველა საუდის არაბეთს აღიარებს, საუდის არაბეთი არ მისცემს მას უფლებას უბრალოდ აიღოს ეს ის ილუზიებშია. ასევე გეუბნები პალესტინელებიც ასევე. მათ 100 წლის წინაც არ გვინდოდით. მათ აირჩიეს თანამშრომლობა ქრისტიან ბრიტანეთის არმიასთან მუსლიმ თურქ ოსმალეთის არმიის წინააღმდეგ. მათ არ უნდოდით. მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ უნდა შეწყვიტონ ტყუილის გასაღება, თითქოს ოსმალეთის არმიის ქვეშ მშვიდად ცხოვრობდნენ. არა, მათ ნამდვილად არ უნდოდით. მათ ათასობით თურქი ჯარისკაცი დააბრმავეს. მათ აწამეს და ჩვენ აქ ომი დავკარგეთ. მათ აქედან გამოყარეს. და შემდეგ ებრაელებთან ომი წააგეს. და მაინც, რატომ უნდა იყოს ეს ჩემი პრობლემა? რატომ უნდა იყოს ეს რამე, რაც ჩემს ქვეყანას და ჩემს ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნის 100 წლის შემდეგ? ჩვენ ხომ შეგვიძლია ისრაელთან დიპლომატიურად მოვაგვაროთ ყველაფერი. ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი. თქვენ მაინც შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ისრაელის მთავრობა. ხო. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ვიყოთ მტრულად ერთმანეთის მიმართ. არანაირი მიზეზი. სრულიად არა. გარდა იმისა, როგორც შენ თქვი, მას უნდა იყოს მუსლიმური სამყაროს ლიდერი. და როგორც ჩანს, ადრეული ებრაული ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი გზაა ამის მისაღწევად. და რადიკალიზებული თურქეთი. ასე რადიკალიზდა ირანი პალესტინის საკითხის გამოყენებით. ისრაელი ჩვენი მტერია. ამერიკა ჩვენი მტერია.
უნდა დავაბანდოთ სამხედრო ძალაში, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა დავაბანდოთ მარიონეტულ ძალებში, როგორც ახლა ჰამას უჭერთ მხარს. და საბოლოოდ ჩვენი ხალხი ამ ეკონომიკაში იტანჯება. და ჩვენ მაინც ვცდილობთ დავაბანდოთ რაღაცაში, იმ მუქარაში, რომელიც არ არსებობს. დიახ, რომელიც მათ გამოიგონეს. ფაქტობრივად მუჩვენებები, რომლებიც მათ გამოიგონეს, ტუკუ, შენი მეგობრების უმეტესობა ისევ სეკულარულია. შენი საზოგადოება, შენი მშობლების საზოგადოება, თუ ცვლილებას ამჩნევ. ახალი თაობა უფრო რადიკალური და რელიგიური ხდება. თუ ეს მხოლოდ ლიდერობას ეხება და ხალხი ისევ სეკულარული რჩება. არა, ჩემი საზოგადოება ყოველთვის სეკულარული დარჩება. და რაც მე ვხედავ, ახალგაზრდა თაობა არა, მათთვის რადიკალიზაცია რთულია. ვაუ! დიახ. ისინი ხედავენ გარეს სამყაროს და ძალიან ცდილობენ. ისინი აშენებენ ამ რელიგიურ სკოლებს და ამ სტუდენტებს ძალიან ბევრს უხდიან. ისინი ამ სტუდენტებში აბანდებენ ფულს. მაგრამ მაინც ისინი ვერ ახერხებენ ახალგაზრდა თაობის მოზიდვას. თქვენ ამბობთ, რომ თურქი ხალხის ბუნება მაინც ლიბერალური და სეკულარულია. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თურქიერი. ჩვენ არ ვართ არაბები. ჩვენ თურქები ვართ. ხო. და ჩვენ ნამდვილად ვართ დაკავშირებული ჩვენ სეკულარულ კონსტიტუციასთან, ათათურქის პრინციპებთან. დიახ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვებღაუჭებით. იცი რა, ვფიქრობ, ერდოღანი დიდი ხნის განმავლობაში არასდროს შეცვლის სეკულარულ კონსტიტუციას. უბრალოდ პრაქტიკულია უბრალოდ. ცდილობს შეცვალოს ის, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები. დიახ, მაგრამ კონსტიტუციაში, რადგან თუ ის შეცვლის კონსტიტუციას, დიდი რევოლუცია იქნება. დიახ და მაინც, მე გავიგე, რომ მხოლოდ 13% მოსახლეობისა უნდა არასეკულარული კონსტიტუცია. დანარჩენებს ისევ სეკულარული კონსტიტუცია სურთ. დიახ. ეს ქვეყნის ერთგვარი საძირკველია. აი ეს შეძლო ათათურქმა. ზუსტად. მართლა ძალიან მინდა რომ გაიმარჯვონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ კონსტიტუციის შენარჩუნებას ცდილობს და მომავალში მიიღონ უკეთესი ლიდერები, რომლებიც იმსახურებენ და არა ისეთი, ვინც ქვეყანას ომში და მტრულობაში ჩააგდებს უმიზეზოდ. ხო, ზუსტად. თურქუ, შენი მხრიდან, შენ ხარ მამაცი. ძალიან მამაცი ქალი. და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ აქ ხარ, რომ ჩვენი გვერდით იდექი, რომ ეს პირადი ფასი გადაიხადე და იმედი მაქვს ეს ფასი ყოველ წელს ნაკლები იქნება და ისინი დაგივიწყებენ. აღარ ეცდებიან შენი დაპატიმრებას. შენ შესანიშნავ ახალგაზრდა ჭკვიან ქალს. ისინი რეალურ პრობლემებს მიხედავენ და არა ამ სისულელეს. და რომ ძალიან მალე გახდები ისრაელის მოქალაქე. მადლობთ, დიდი მადლობა. მადლობთ.